საღამო მშვიდობის Open Medis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დეკლარაცია გაფორმდა. თეთრ სახლში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელი ვაშინგტონში მოეწერა. დოკუმენტის ძირითადი პუნქტებია სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრეზიდენტ ტრამპის, პრემიერ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ალიევისთან დასწრებით პარაფირება გაუკეთეს მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს. მხარეები აგრძელებენ მუშაობას მისი საბოლოო ხელმოწერისა და რატიფიკაციაზე. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ მიმართვას ეუთოსადმი, მინსკის ჯგუფისა და მისი თანმდევრი სტრუქტურების დაშლის მოთხოვნით. შემდეგი პუნქტი არის კომუნიკაციების გახსნა. დოკუმენტით დასტურდება კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. შეთანხმება ასევე მოიცავს დაუბრკოლებელ კომუნიკაციას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა, რაც ნიშნავს, რომ ერევანი ვაშინგტონთან და მესამე მხარეებთან ერთად იმუშავებს სომხეთის ტერიტორიაზე პროექტ ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის განხორციელების ჩარჩოს განსაზღვრაზე და ბოლო პუნქტი შერიგება. დეკლარაციაში ასევე საუბარია ორ ხალხს შორის მტრობის ფურცლის დახურვასა და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე. ფაშინიანმა პუტინს ვაშინგტონის შეთანხმებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კრემლი კი 2020-2022 წლების დოკუმენტებს ახსენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესახებ ისაუბრა. სომხური მხარის ინფორმაციით ფაშინიანმა პუტინს გააცნო სამშვიდობო ხელშეკრულებების პარაფირების, ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლისა და პროექტ ტრამპის გზის დეტალები. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული კომუნიკაციები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით გაიხსნება. კრემლის ინფორმაციით საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა. პუტინმა ასევე აღნიშნა სტაბილური მშვიდობის მნიშვნელობა და დაადასტურა რუსეთის მზადყოფმა ხელი შეუწყოს 2020-2022 წლების სამმხრივ შეთანხმებების შესრულებას, მათ შორის კომუნიკაციების გამბლოკვის საკითხში. პუტინმა ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შედეგებსა და დონალდ ტრამპთან ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრის მომზადებაზე. კრემლის ცნობით ფაშინიანმა მიესალმა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმართულ ნაბიჯებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული სამმხრივი შეხვედრის დეტალები განიხილა. ფაშინიანის პრეს-სპიკერის ნაზელი ბაღდასარიანის თქმით, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით გაიხსნება. მანამდე ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დერეფანი, რომელზეც მედიაში საუბრობენ, არ იქნება და ირანის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. მისი ერთადერთი შეშფოთება ისაა, რომ გზას ამერიკული და სომხური კომპანიები ააშენებენ. ცნობისათვის ვაშინგტონის დეკლარაციის თანახმად მხარეები ადასტურებენ კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. თუმცა სომხეთის საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროცესი უფრო მეტად დერეფნის ლოგიკაში ჯდება. ხვალ თეირანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ჩავა, რომელიც სავარაუდოდ ირანულ კოლეგას შეთანხმების დეტალებს გააცნობს. ფაშინიანმა ტრამპთან შეხვედრაზე სომეხით კვების საკითხზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრეს-მდივნის ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სომეხით კვების საკითხი დააყენა. ბაღდასარიანის თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ვარაუდები თითქოს ფაშინიანი ტყვეების დაბრუნების წინააღმდეგი იყო აბსურდულია. მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი მუდმივად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე ყველა შესაძლო ფორმატში. ცნობისათვის აზერბაიჯანის ციხეებში ოფიციალური მონაცემით 23 სომეხი ტყვე იმყოფება, მათ შორის ყარაბაღის 8 ყოფილი მაღალჩინოსანი. ამჟამად 16 მათგანი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სომხური მხარის ინფორმაციით დახურულ რეჟიმში დამოუკიდებელი მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე იმართება.
რომის პაპმა ლეო მე-14-მ ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება დადებითად შეაფასა და მას მნიშვნელოვანი პროგრესი უწოდა. წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგებისას პანტიფიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენა სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ცნობისათვის ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნისა და შეერთებული შტატების ლიდერების თანდასწრებით პარაფირება გაუკეთეს მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას. სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო მიმდინარე სატელეფონო ზარებისა და საუბრების პარალელურად სხვა გეოპოლიტიკურ მოვლენებს დავით გენჯოიანი გაგვაცნობს. კვირაღამით რუსეთის საჰაერო იერიშებმა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის დონეცკსა და სუმში, ნგრევა გამოიწვია, ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 70 დრონი ჩამოაგდო. უკრაინამ თავის მხრივ იერიშები მიიტანა სარატოვის ოლქში მოქმედ სამრეწველო ობიექტზე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხანძარი გაჩნდა ნავთობი გადამამუშავებელ ქარხანაში. უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასის ორ სამრეწველო ზონას, დაიღუპა ერთი თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა. ევროპული ქვეყნების ლიდერები იმედოვნებენ, რომ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავენ 15 აგვისტოს ალასკაზე პუტინთან მის შეხვედრამდე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს დისტანციურ განხილვას გამართავენ. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიესალმა ევროპელი ლიდერების განცხადებას უკრაინისთვის სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უკრაინის სუვერენიტეტი უნდა გაითვალისწინოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ABC-სთან განაცხადა, რომ პუტინ-ტრამპის შეხვედრა შეიძლება ტერიტორიული საკითხების გარშემო მოლაპარაკებების დასაწყისი გახდეს. მისი თქმით, ტერიტორიული საკითხები დღის წესრიგში უნდა იყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. რუტემ მიანიშნა, რომ კიევმა შესაძლოა ფაქტობრივად აღიაროს მოსკოვის კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე. ამ ტერიტორიებზე სუვერენიტეტზე ოფიციალური უარის თქმის გარეშე. მან პირობა დადო, რომ ნატო გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის პუტინ-ტრამპის შეხვედრის შედეგების მიუხედავად. ახალი ზელანდია და ავსტრალია განეხილავენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, რითაც ხელშეუწყობენ პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმულით გადაწყვეტას. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნება ქვეყნის პრინციპებსა და პალესტინის სიცოცხლის უნარიანობის შეფასებას. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ აღიარება განპირობებულია პალესტინის რეფორმებითა და ჰამასის გამორიცხვით და ამავდროულად გააკრიტიკა ისრაელის მიერ უკანონო დასახლებების გაფართოება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დაიცვა ღაზაზე დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის პროექტი და განაცხადა, რომ მიზანი ღაზის დემილიტარიზაცია და ჰამასის საბოლოო დამარცხებაა და არა ანკლავის ოკუპაცია. მან გააკრიტიკა შეერთაშორისო რეაქცია და მას გლობალური ტყუილების კამპანია უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი მოკლევადებში გააგრძელებს ოპერაციებს ამავდროულად ღაზაში მეტ უცხოელ ჟურნალისტს შესვლას მისცემს უფლებას. ამ განცხადების ფონზე ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში ტელეკომპანია ალ-ჯაზირის ჟურნალისტი ანას ჯამალ ალ-შარიფი მოკლეს. იორდანიას სამშაბათს უმასპინძლებს აშიშისა და სირიის ოფიციალურ ფირებს, რომლებიც სირიის აღდგენის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ საუკუნე ნახევარიანი კონფლიქტისა და ყოფილი ლიდერის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ. შეხვედრას დაესწრებიან სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შიბანი და აშიშის სპეციალური წარმომადგენელი თომას ბარაკი. გარსულ დღეებში დამასკომ ხელი მოაწერა 12 საერთაშორისო ხელშეკრულებას საჯამში 14 მილიარდი დოლარის ოდელობით, მათ შორის კატართან და არაბეთთან ერთიანებულ საამეროში აეროპორტისა და მეტროს მშენებლობის ეთანხმება. პაკისტანის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ასიმ მუნირმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე ინდოეთი ბრწყინვალე მერსედეს, ხოლო პაკისტანი ხრეჯით დატვირთული თვითმამსვლასი შეადარა, მას ცდილობდა რა თავის ქვეყანას სიძლიერეს გაესვა ხაზი. სოციალური მედიის მომხმარებლებმა დასცინეს მას სიტყვებს და ისინი ინდოეთის უპირატესობის არაპირდაპირი აღიარებად მიიჩნიეს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.